როდესაც მღერი მთელი სამყარო ქრება. რომ მკითხოთ ჩემთვის რა არის მუსიკა, სიტყვებით ვერ აღწერ. ჩემთვის მუსიკა მთელი სამყაროა. მუსიკით ცხოვრობ, მუსიკით ფიქრობ, მუსიკით ვაზრონებ. ჩემი თავი ყველაზე მეტად ვიპოვებ ფოლკლორში. ქართული ფოლკლორი ჩემთვის ყველაფერია. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერს ვერ შეადარებ. არც ოქროს, არც სხვა საგანძურს. აქ არის ჩვენი ხალხის სული, ტკივილი, სიხარული და სიყვარული. თუ ასე დურფა იყავი, რატო ვერ გამჩნევდი აბო, იმადორონ სიყვარულისთვის გული არ გაგიღიავო იმადრონ სიხარულისთვის გული არ გაგიღიავო როცა მღერი გრძნობ რომ მარტომი არ ვარ ჩემს გვერდით არიან საუკუნეების წინ მომღერალი ადამიანები ჩვენი წინაპრები ეს განცდა ისეთი ძლიერია რომ ვერაფრით ვერ დაივიწყე არაერთი გენიალური ფოლკლორის მომღერალი ყავს თუმცა რა თქმა უნდა და როგორც ყველა ფოლკლორის მომღერალისთვის კერპი და მისაბაძი ადამიანი არის ჰამლეტ გონაშვილი. მის ხმა არის არაამქვეყნიურად ლამაზი. ბევრს მუშაობ ყოველდღიურად ვცდილობ განვითარდე, რადგან ოდესღაც მისნაირი კარგი მომღერალი გავხდე. Lamazo saben shobalo shenegi genatsole ფიტნესწავლი მომღერალი ვარ 4 წლიდან ვმღერი მაგრამ სერიოზულად მიუდექი 6-7 წლიდან ბავშვობაში უსმენდი სხვადასხვა სიმღერებს შემდეგ ვიმეორებდი შემდეგ დედაჩემმა და მამაჩემმა შემატყვეს რომ მქონდა ძალიან კარგი ნიჭი და რა ვიცი ამის შემდეგ გადაწყვიტეს რომ შევეყვანე საკრავებზე დღესდღეობით 7 საკრავზე უკრავ. მიუხედავად იმისა რომ თვითნასწავლი ვარ, სადღაც 4-5 წლის წინ გავიცანი ადამიანი, რომელიც დღესდღეობით უკვე ჩემი პროდიუსერია. სწორ დროს სწორი ადამიანი შემხვდა და ამის შემდეგ სულ ვცდილობთ რომ განვითარდეთ და უფრო ბევრი რაღაც ვქრათ მუსიკის მხრივ. ხოხვის ყელივით ლამაზი ქალი გადმოდგა მთაზე და შემსკენ იღიმის ამაცადურად დინდი გადმიკრა თავზე და მეტაი თუ ყავს ქმარი და მარტოდ რა დაგიშოვებს წყალზე და ოჯახში ხშირად ხვევით ძალიან უყვართ ჩემი ოჯახის წევრებს სიმღერა, მაგრამ დედასთან სიმღერა ყველაზე განსაკუთრებული და კარგია, რადგან დედისგან უფრო დიდი სიყვარული და სითბო მოდის. Ცელქისიო სადარ მღერის, აქ სულ სხვარის და სამშობლოს ჩურჩული ხომ დედის ხმარის გადახედე მთებს აზიდუს გოლიათებად დანაღველი ღრუბელივით გაიფანტება სიოგვი ხმობს თანაწყერად იმის შემდეგ რაც სოციალურ ქსელებში ჩემი ვიდეო დაიდო დიდი სითბო და სიყვარული მივიღე ქართველი ადამიანებისგან დიდი სტიმული მივიღე და მეც ყველაფერს გავაკეთებ აუცილებლად რომ ქართველების საამაყო შვილი ვიყო